რუსთავის ისტორიული მუზეუმის 2025 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა რუსთავის ისტორიულ ციხე-ქალაქზე და იქ მდებარე შუა საუკუნეებით დათარიღებულ სასახლეზე. რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები მიმდინარე წლის ივლისში რუსთავის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებით დაიწყო. ივლისიდან დღემდე ექსპედიცია, რომელშიც მოხალისეების სტატუსით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, რუსთაველი მოსწავლეები, პროფესიონალი არქეოლოგები, რიგითი რუსთაველებიც იყვნენ ჩართულები, უმნიშვნელოვანესი აღმოჩენები გააკეთა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს საგანძურზე ზრუნვა, ამიტომ მივესალმები დღეს რუსთავის ციხე-ქალაქის ამ არქეოლოგიური ექსპედიციის შემაჯამებელ კონფერენციას და ნამდვილად ხვდებით, რომ ამ არქეოლოგიის 25 წლის განმავლობაში ამ 6 თვეში იმდენი აღმოჩენა გაკეთდა რუსთავში, რომ 26 წელშიც ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და არა მხოლოდ რუსთავში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღმოჩენებმა ხაზი გაუსვა და დაადასტურა კიდევ ერთხელ რუსთავის დიდი ისტორია და ის პოტენციალი, რომელიც ჩვენს ქალაქს ნამდვილად აქვს. ამ ექსპედიციის ფარგლებში ძალიან საინტერესო იყო და მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა, მათი მონაწილეობით ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენების გაკეთება. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, წინ კიდევ ძალიან ბევრი გეგმა გვაქვს სამინისტროსთან ერთად. ეს ციხე სამბოლოდ თავისი არქეოლოგიური ობიექტებით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ტურისტული ობიექტი, ასევე მნიშვნელოვანი ობიექტი იმისა, რომ ყველამ ნახოს თუ როგორი დიდებული წარსული გქონდა და რა საგანძური იქნა გამოვლენილი აი ამ კვლევების შედეგად.